მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებით, გამარჯობა და სამჯერ გამარჯობა. მიხარია რომ თქვენ ჩვენთან ერთად ახართ. ძალიან მოხარული ვარ ამასთან დაკავშირებით, იმითაც ვარ მოხარული რომ დღეს ძალიან კარგი სტუმარი მყავს, რომელსაც მოვეფერები დღეს და ბევრ რამეს გავიგებთ ამ კაცის შესახებ. სანამ ამას დავიწყებდე, გამაფრთხილეს და მითხრეს რომ პატარა რეკლამა უნდა გავაკეთო თქვენისა და ნებართვით თუ შეიძლება. ჯერ ესეთი მე მინდა გითხრათ რომ ეს არის 98 და 5 თავისუფალი სივრცე რადიო და ეს გახლავთ ჯაპანას პაპანა კება თქვა. და მინდა გითხრათ რომ რადიო სივრცის საახალწლო ეთერის სპონსორი არის გვიდის კომპანია ბადაგონი. შეხვდით ახალ წელს ბადაგონის ცქრიალა გვიდო მაესტროსთან და მაესტრო ექსტრასთან ერთად. სიახლე ბადაგონისგან ცქრიალა გვიდო მაესტრო ექსტრა, რომელიც ორი სახეობით არის წარმოდგენილი. მაესტრო ექსტრა ბრუტი და მაესტრო ექსტრა ბრუტ როზე. ბადაგონის ცქრიალა გვიდო მაესტრო ექსტრა ბრუტი დამზადებულია კახური მწვანე ჟიშის ყურძნისგან. მას აქვს დახვეწილი ციტრუსოვანი არომატი, ცოცხალი ვაშლის ტონებით და საოცრად სასიამოვნო გემო ხანგრძლივი დაბოლოებებით. ამ სტუმარს დავაპარაკები კიდე ამასთან ამაკ არაჩვეულებრივი ღიდო ესეთი არომატით დანეული რომ იმასაც გავიხსენებ უეჭველი. ბადაგონის ცქრიალა გვინო მაესტრო 5 სახეობით არის წარმოდგენილი. მიირთვით ახალწელს ბატონებო და ქალბატონებო, ეს საოცარი ღვინო. ასე რომ მე ახლა ეს სარეკლამო ფურცელს გადავდებ გვერდზე და შეუდგები საქმეს. დღეს მყავს არაჩვეულებრივი სტუმარი. ეს ადამიანი არის ხო ყველამ ძალიან კარგად იცის ხა მე ამ კაცის რეგალიები ჩამოთვლა რომ დავიწყო ჩემო კარგებო რა ძალიან შორსავალ მაქსულ 50 წუთი და არ მინდა ამაზე დროის დაკარგვა დროს წამართვებს იმდენია ეს რეგალიები რა გააკეთა ამ კაცმა ვიცი არის რა ჩინმენდლები აქვს და ები გაკეთებული და რა მოხელი ნაჭანიკია მე მინდა ამის ცხოვრებას უფრო მეტი შევეხო და რაღაც ვაუდა ეხა შემოქმედებასაც ვერ გავექცევით თელი ცხოვრება ამაზე აქვს ამ კაც შეწერული რა და ამაზეც ვილაპარაკეთ, მაგრამ მინდა დავიწყო იქიდან რაც არის დასაწყისი, ბავშვობიდან. ეს გახლავთ არაჩვეულებრივი არტისტი, უნიჭიერესი კაცი, კარგად რო ესმის ადამიანების, კარგად რო ესმის ღვინოც, პურის ჭამას კარგი რო იცის. მე შევეხები ამის კიდე იმ საკუჭნაოს, ხო. ეს გახლავთ მოკლედ დავით დვალიშვილი რა. ყველანაირად ნიჭიერი კაცი რა. ერთი ნიჭიერი ქართველი რა. იყო და არა იყო რა და ღვთისუკეთესი რა იქნებოდა და აგე რა. ღვთის ყველაფერი ღვთისგან არის და უფლისგან არის და აგერ კიდე უფლისგან მოვლენილი ერთი უნიჭიერესი კაცი მყავს თუმცა ეს არის დავით დვალიშვილი რომელსაც ვეუბნები რომ შენ გაგიმარჯვე ჩემო დავით და დიდი მადლობა მინდა გითხრა მომბრძანებისთვის პატივი რომ დამდე და გამოყავი პატარა დრო შენ გაგიმარჯვე ჩემო ჯაპანა და მადლობა მინდა გითხრათო მომიწვიეთ აქ და კეთილი იყო ჩემი ფეხით თქვენ სტუდიაში ჩემო უღრმესი მადლობა ჩემო კარგ ადამიანო მინდა დავიწყო იქიდან აგე ჩემო პროდიუსერმა ესეთი რამეები ამოქოქა რომ ეხა მეც კი არ ვიცი სმენელმა კი არა ბარედ ეხა ყველა გიცნობს შენ მაგრამ მაგრამ ხო არა იმედია მე მეწოდინა ხო ისეთი არა მოხეკოთ ხო არა ისეთი ამოქეკა რომ რაღაცები არ ვიცი დიდი წინაპრები ღმერთმა გაანათლო შენ მის გაგზავნა და შენ მის დაგაკვალიანა და შენ მის გზაზე დაგაყენა ყველა ის ადამიანი ჩემო კარგო ახლა ალბათ აღარც არიან ცოცხლები ახლა შენ რომ ბავშვი იყავი და ისინი მიძგდნენ ჩვენი ის კი არა ჩემიც კაცო ბევრად პატარა კი არა ვარ ახლა შენზე დიდი არაფერი რა ხო და მაინტერესებს დიდი წინაპრები ვიცი რომ სასულიერო პირები სკოლია ჩემო კარგო აი ბებია ჩემის ძმები ხელაძეები ისინი იყვნენ და მე მაქვს ახლა სახლში ბიბლია სახარება 1891 წელს გამოშვებული ჩემი წინაპრების ნაკონი და ჩემი ოჯახი 1800 დიახ ხო რა სლაპარაკო მის სერიოზული რაღაცა ქონია 4 კი ბატონო ნო მახსოვს რომ მაკითხებდა მამიდაო წამიკითხე ერთიო კაი მამიდა ყავდა ნინა აცხონოს ღმერთო 4 კლასი ქონდა განათლებული ის დამთავრებული და კითხულობდი ახლა მე ვკითხულობდი მაიცა აბა ეს რას ნიშნავს და რო ვერ ვეთყოდი იწყებდა ახსნას რასაც ნიშნავდა ეს ნიში აბა და მაგან მითხრა პირველად მამიდამ რომ მამიდაო დედამიწაზე გაბატონდება ყვითელი რასაო ეს ნოსტრადამუსი ახლა წინასწარმეტყველებია ნინა მიცოდა ნოსტრადამუსი 1895 წელს იყო დაბადებული რას ლაპარაკობ დიახ და შენ მოესარი ბავშვობაში გახსოვს და ასამბობ კაცო რატომაც არა იცი აი რა კი იმაზე ვყვები სულ ვახსენებ ის სუფრა არ წავა არ ვახსენო ის კაცი მშიერი ვარ ბავშვი მოვედი მდინარიდან ნათამაში ნაბანავე პატარა ვარ და კაცო მაშინ ის პერიოდი იყო სინათლე არ იყო
მაცივარი არ იყო რამე და საჭმელს გააკეთებდი, შეჭამდი, მე ვერ უნდა გაიგეთებინა კიდე და მოვედი ახლა სამცალია მე ზადმყურო იმას როდის აიქნებოდა შია მამი და მეთქი მე ვთქარი. ოინო შეწუხდა ახლა ჯერ არ არის არ დაუწყია კეთ. ახლა მე მომითხრა და ახლა ნაცარში ღადარი სულიყო გადაკეკა ისა, კეცი მიადგა, შეუბერა ფიჭხი მიაყარა და დაანთოპა იქვე ცეცხლი და ყვითელი მჭადის ფქვილი იყო აი კეთზე გამოცხარი აი ეგეთი ყვითელი მჭადის ყვითელი ფქვილი მჭადი იგი ყვითელი ფქვილი კი ბატონო ჩადო ეს ახლა იმაში ცივი ჭადი იყო სახში მე შეაბრუნა გააცხელა გადაბერწ ასეხელით გადაავლო წყალი და მარილი ასე მიაყარა იქეთ-აქეთ და აბანა აი როგორც ძველი მთვარე აი ესე მომაწყვდა არა მომდის თვალიდან აი მამი და ჩემის ხელებში მთვარი სასაუბრებელი ბაბაკი ახლა არა კარგი ძალიან კარგი რამე მოყევი აი ესეთი რამე მოყევი რომ მეტი არ შეიძლება აი დავინახე ხა თან ეგ ჭადის ფქვილი დაჩისთან მიყავი იოსებიანთან ეხა და ისე მითხრა რომ ოტიას ბიჭთან რა დაჩისთან და ოტიასთან შვილებთან რა და ეხლა ხალხი მიყავი და გამომატანა ეს ოქროსფერი ხო ის არა მე რო შემოვიდა იქ არა ყვითელი სხვა არომატებია საერთოდ სხვა არომატი საოცრება რა აი ჭამაზე დავიწყეთ მე დაშეთ აბა რა ახლა ჭამები ბიძის კუჭამდე ბიძის გულიდან ყველაფერი ახლოს არის ბუდიც მშობლების მაინტერესებს ვიცი ესე მითხრა რომ იგი წარმიცოდე აგერ ამოუგე ესე იგი ვანელი მამა და ხონელი რავალი ნაჯვარი აუ საოცრება რა მითხრა ეგ იგივე რომ თელაველი ყავდეს მამა და გურჯანელი დედა ეგეთი ამბავია არა მაგ კიდე თელავი და რაღაცა ერთი უპირატესობით არის აქ ერთი თანაბარდობითაა ორივე ხონი და ვანელი ხო კი ბატონო ის კი არა რა მითხრა თუ იცი დეპუტატი იყო გვარშან დავასახელებ ერთი ბაქხონის და ვანის ერთად ცნობილი პიროვნება ახლა დღეს და არ არის საჭირო დასახელება რა მითხრა იცი რომ აბაზე კარიო მაგ დეპუტატობაზე კაი არაფერი არ არისო ხონდერს რო ეტყვიო რა გინდაო არაფერი არ მინდა ვანერს არ გოუკეთო არაფერიო და ვანერს რო ეტყვიო ხონდერს არ გოუკეთო ასე ვარო ვაკეთებ არაფერს ხო და მე იქიდან ტყიბულში დავიბადე ისე მე ვარ სუფთა ჯიშის იმერელი იბადო მარტო იმერელი ხო მათი თუმცა ახლა და ჩემი იცი მუშკუდიანის გალი იყო მაგრამ მაინც იმერული ახლა ხონში რატო და მაშინ ტყიბულში რატო დავიბადე არ გიყვია აი მაინტერესებს ხო მეც მიყვირდა ყოველთვის ხო 35 წელია მამა ჩემი იყო 5 წელში დაბადებული 905-ში და 35 წელია და ცოტა ეხლა იქ ცოტა მთიანი სოფელია ჩემი სოფელი და ღვინო ადრე უთავდებოდა და არაღზე იყვნენ ძირითადად გადასულები და არყით ნასვამი მოდის და მაშინ სოფლებში ხალხი იყო უამრავი და საბჭო იყო ჩემ სოფელში. ახლა ბოლო ბავშვი დაიბადა ჩემთან 1984 წელში. ამ სოფელში. და ისიც უცოლოა. და მაშინ საბჭო იყო სოფლის საბჭო და ვიღაცა კიბით არის ასული ზევით და აკაკუნებს რას აკეთებო მამა შემოუწრო ხარი შეზარხოშებულია და ლენინის სურავს კიდეფო უმეცი აქ უთრა დაგიკავებო ხო გამოართვა და იქ ახლა ერთი მდინარე აქ ჩამოდის ნახევარკუნძულებითაა შექმნილი ესე და მოგიდა ლენინის სურათი და გადააგდო ღელეში 35 წელში ლენინის სურათი მდინარეში ჩააგდო პატარა მდინარე აუ ვიჯო მაგა ხოლმე 70-იან წლებში რო გექნა მაშინ იყო და რას ლაბარაკო გამოფხიზლდა და რაღაცა უკვე გავარდა გაიქცა ტყიბულში და ჩაძვრა მიწაში ბიჭო შახტაში ხო იქ აჩდენ ჩემი უფროსი დედმამიშვილი რო რამდენი იყავით დედმამიშვილი 6 ვიყავით სულ დავრჩი მარტო მე რას ხო ორი უფროსი იყო და დანარჩენი გოგობი რამდენი სამი გოგო სამი ბიჭი ვიყავით ხო ხო და რამდენი ბიჭი მე რამდენი იყავით მე ვიყავი მესამე ხო და ამის გამო ხო მე სამტრედიაში გადმოვედით და იქ დავამთავრე სკოლა და იქ დაიწყო და სახალხო თეატრში მამას რაღაცა ჰქონდა ვაგერა ხო ახლა უცნაური რა იყო აქ გახსოვს ის რომ ყვარყვარე თუთაბერი ვითამაშე თეატრში ხო იმ ქუჩარა ხო გითხრა და დედა ჩემი ესწრება ხო და მე რა სპექტაკლის მერე მეუთხარი დედა როგორ მოგეწონა მეთქი და კარგი იყო შვილო
მაგრამ ისე რო იცოდე, მამაშესაც აქ ნათამაშები კუჩარაო. გამიგვით მე დავასკვენი და მე დავფიქრდი იმაზე, რომ როცა უთხარი თეატრალურზე მინდა მეთქი, უარი არ უთქვას, პირიქით, მიდიო. მაკითხვა მქონდა და ესე იყო, ესე იგი. პრობლემა არ შეგვიძლია. არანაირი. შეხედე შე. ხო. ეთქვა ჭი აწუხებდა იმის არტისტობის. და ბავშვობა გაატარე ეს ვანში, ყონში, თუ ტყიბულში, თუ სამტრედიაში. სამტრედიაში, სამტრედიაში. და იქ ბაქილება, კინიგზეთა კლუბში ყოფილა ის. იქ თამაშობდი იქაც კი ერთი დიდებული მსახიობი იყო არქიპოს სიგუა. ახლა ხვდები რომ დიდი მსახიობი იყო. ვინმე ანდრო კანდიდატმაც რაღაცეები გირჩია თურმე. ხო, ანდრო კანდიდატი მასწავლებელი იყო ახლა სკოლის მასწავლებელი. იცი რა ქონდა უყურს. და როგორ რანაირი იყო, რა იყო, კაცო კომუნისტები იყო, თითქოს მტრები იყვნენ, ჩვენიდან მართლა მტრები იყვნენ, მაგრამ შემოვიდოდ ეს კაც პატრიოტიზმი იყო კაცო. კი ბატონო. შემოვიდოდ ეს კაც ასე შუნდაც რაღაცა მათ მოიცვლი და ისე. და გამარჯობათ ქართველებო. ასე იწყებდა სკოლას ბიჭო. კი ბატონო, იყო ეგრე ბევრი ძალიან. ხო და არ ვიცი, ახლა რა დაგვიმართა, ვერ გავიგე კაცო. ახლა სამშობლო რო ახსენო სირცხვილი. ხო, სამშობლო არ ეკლესია სირცხვილია, მაგის ხსენება და რაღაცა რა ხდება, არ ვიცი რა ჯაფა. უბედურება, მაგის ძალიან უბედურება. გოგო გიყვარდა თურმე დავით. ეგ ამბობი ეგ ისტორია მეც ვიცი, სხვაგან გამიგონია. ახლა რამდენი არტისტი თუ არ იქნება არ გავყვები. არ გავყვები და ხო, არავის არტისტი მინდაოდა ხო. და იმ არტისტებს მე მომარჩია კიდე, ამას გავყვები მაინდა მაინცო და არ. ეს თინამდე ხდება, ეს თინა არ არის მაგის. არა, თინა მაშინ ბავშვია. თინას ედაცვალე, მაგრამ ეს უნდა ვილაპარაკო იმ საკუთრებაზე იქ რო აქ მოხუფული სულგუნები და მოხუფული ისეთი რო აქ ქერო შეპარვა და რა კაი მაგაზე მე ვილაპარაკო მივართ მაგამდე რა მაგას ისე ნაღდი მისვლაჯობია კი ბატონო კი მაგას მაგი მაინტერესებს საქმე შეგეკითხები ბავშვობაში მივიღო ახლა შეთქვის საქმე აი ისეთი აი საყვარელი აი საიდან წამოვიდა ბავშვობიდან გინდო და მსახიობობა თუ მე მაგალითად არა მე სკოლა რო დავამთავრე მე მომიგო ისი რა არის ჯაბა სულ არ ვფიქრობდი ისეთი ეხლა მე უყურებდი კინოებს უყურებდი ჩვენ ერთი და მიწის კიდე თავერთხებ დარბოდნენ იქა და ვიყო ბაშიაჩუგი იყო მამლუკი იყო ამისთანა იმის მომსწრე ვიყავით კაცო ესეთი რაღაცეების მომსწრე და აღარ მეტის რა მოგინდებოდა სხვა ახალგაზრდას ხო და პროსტიტაზე ლია ელიავას უყურებდი და ოდარ კობერიძეს უყურებდი და ულამაზეს ქართველებს ქალებს და კაცებს და ვფიქრო არ იყო ცუდი პროფესია, მე ძალიან პოპულარული იყო და ალბათ ეს პოპულარობა ყველას უნდა და ყველას ხო, ასე თუ ისე ყველას უნდა სადაც. კი, მეტნაკლებად ვიც არ უნდა იყოს, ხო, ნახე, სულ მასე არიან არტისტებზე პოპულარულები არიან, ახლა პარლამენტარები და ისინი, ხო, სულ არა, ყველაფერი წაგვართვეს, კაცო, სულ მაგენი არიან, გასაბარაკობ. ეკრანზე მაგენი არიან და სცენაზე სამოვლეთ, და განახებ მაგათ დათამაშებ ოტელოს და მეფერი, შენ თუ არა და რა თუნდა დათამაშები არ არის. ხო და რა მაინტერესე, არქიპოს იგივაზე მითხარით სამთედიესკის და კლუბთან დაკავშირებით. ეს ბატონი ვილი იყო ესა? ეს იყო ერთი რაღაცა ლეგენდარული კაცო. მოყვარული მსახიობი, მე ახლა ვაკეთებ იმის ანალიზს ვინ იყო. ეს ამისი მოყვევი კაცო რაღაცა. მართლა რა მოხდა მე იგი არაფერი არ ვიცი კაცო მაგი შეგვიძლია ყველა მოისმინა მაგი? ხო რა ვიცი ახლა ვინც მოისმინა იმის ხვენია. ხო და როგორი პატარა კაცი იყო და ძელი კიდურებით. მე მახსოვს მისი ნაცარქეკია. იცი რა მაყურებელი ყავდა? არქიპოს. და ნათამაშები გვაქვს რაღაცა ერთად მე ექიმი ვიყავი და ოპერაციას უკეთებდი და რაღაცა და საშა მიქელაძე მყავდა მე პედაგოგი ერთი საოცარი ადამიანი ეს კედი საოცარი ადამიანი არ მივიდეს ხო და იმან მითხრა აგერ მივართ მაგრამ მე წამოვიყვანეო მინდოდა ბაყუჩი აიყო მეგრელში ვახტა მეგრელში ქუთაისში ის და ის რიხრიხებდა რა როხროხობდაო ისო და ეს იდგა გვერდით რაცა კაი კაციო და წამოვიდა უთხარი და ბაყუჩია წამოვიდა საკულტურის თეატრში ყავდა მიყვარილი და ეს არ წამოვიდა თურმე წერა კითხვა არ იცოდა არქიპო უი რას ლაპარაკ ხო და როლს სწავლობდა შვილს აკითხებდა და იქიდან იმახსოვრებდა მაგრამ ტალანტი იყო მაგალია ძალიან კაი ამბავია რა
ასე ხარწერა მე სათამაშობდა ამ კინგზელთა სახლში კინგზელთა სახლში თამაშობდა კაცო აბა და შენთან აი მე სკოლაში ვსწავლობდი რკინიგზის სკოლაში მაგარ მოკიდა ხელი და რაღაცა ხო მივედით ახლა ჩვენ ცეთყობა რაღაცა გაინტერესებდა გვინდოდა ხო რაღაცა იმ ანდრო კანდელაკმა მითხრა შენო აი ხმაგაქო დავითო და რაღაცა ამ საქმეს მიყევიო მითხრა და ხო რაღაცა ჩადეს რაღაცა მარცვლები იმისი ხო კი ხო და მივედი ახლა იქ არ ვიცი ბავშვები ვიყავით და გვაინტერესებდა ყველაფერი გვაინტერესებდა ხო და სამყიდიდან წამოხვედი მე თეატრალურ ინსტიტუტში კი აბა ხო კარგი ასაგებია ესე იგი და მოხვედი და 66 წელში საშა მიქელაძე საოცარი კაცი ეს არაჩვეულებრივი გაკრული იყო თურმე იმაზე კედლებზე რომ დაინახავდნენ პატარა ჩიაკაც თურმე დოდოობაში ეს ჩხუბს რო იზამდაო მე ეგ რო ვსწავლობდი მაშინ მაგაგებული რომ გაიდა როტუ ქსავდა თურმე ამ იმგეს რა საშაზე არ იყვნენ გაკრული მაგრამ რიდი ყოველთვის იყო კაცო რიდი უფროს უმცროსობა ყოველთვის იყო და ლექტორი მოწაფის მოსავლის ის ყოველთვის იყო რიდი კაცო მაგრამ ჩვენ განკალებდით ხორავაზე ხორავა მოდიოდა კაცო პარალელურ ჯგუფებს ასწავლიდა ხორავა მე მაინც მეგონა რომ ილია თავაძე იყო შენ დროს არა დირექტორი კი მარა ესენი ამათ მიყავდათ კურსი კურსი ხო მე რო ვიყავი პირველ კურსზე მეორე პირველი კურსი ცხინვალის კურსი მას მიყავდა რა ქვია ხორავას რა სლაბარა ხო აბა და იცი რა ხალხი იყო და ვინ ასწავლიდა მაგ ხალხს მეც მომესარი და შენ ეს მომესარი წარმოიდგინე გითხრა ახლა მაშინ სიგარეტს ვეწეოდი და მე და ბატონი საშა მორიდებით გარეთ ვართ მის თავში რო მოხვიდოდი ლიფტთან ზევით ხო პატარა მოსასწრაფო კი ბატონო ხო და ვეწევით ახლა ჩუბად მოწიე ბიჭო ხო და ლიფტი არ მუშაობს რატო ყვები ახლა მაგრამ მე გეტყვი რა იყო კედელზე გაკვრა და ვინ იყო საშა აუ ისმის და მოხნეშის იმაზე ხორავა კიბეებზე ფეხი დამოდის აუ და აქეთ საშა დგას და აქეთ მე ვარ და აუ მოუკვდი საშა შენ კი არა ხალხი ხდება საშა ელდა მეცა ბიჭო ელდა მეცა მეთქი ხორავას ეს როგორ უთხრა იმას ქონდა იმის უფლება აუცარკაცი ჯგუფელები ყავდა გიაც ყავდა გია ნანული ასმათი ელისო ო სადღალი ნოყრი გამყრელზე აღარ არის უკვე მეულუდა ლომიძე აღარ არის უკვე ბევრი აღარა ნაზი ყაველაშვილი აღარ არის უკვე გია ფერაზე აღარ არის გია ხალია თავი დიდუბეში გამოვიდა მე მაგ ნაყურები გია და ის რო თამაშობდნენ ერთად აი რა არის საბიჭო სიბერე რა აბა კოვიდმა იცის კიდე კოვიდმა მიქცა მე და ხო უცებ გაგახსენდება ყველა ვალიეთში რა ვერის ბაღში თამაშობდნენ ფეხბურთს მაგრამ თამაშობდა გია თამაშობდა დიდებული რა თამაშები მაქვს მე მაგასთან კი 10 პაინტიანი იფიანი და ეგ თამაშობდნენ ერთად კი ძალიან მაგრა თამაში და საოცარი იყო ეს ბევრამეში რა სწორად პინგ-პონგს თამაშობდა ყველაფერს თამაშობდა ყველაფერს უნიჭერესი კაცი იყო ცურავდა მაგრა სერიოზულად ცურავდა ასწავლებია ბიჭო ზაზაკოლილიშვილს ასწავლებია ცურვა ბათუმში ჩავიდა და ცურვა არ ვიცი და მწვენია რუსთაველის თეატრი იმაზე და უთხრა რომ ებიჭო და ყოველ დილის შვიცარაძე არეზარებოდა ჩაყავდა ასე დაუწვევოდა ხელზე და ასე ადგაფუნებდა ხელებს და ფეხებს ვითომ არ იწოდა ცურვა და ვითომ ეს ეხა ეს ჩამოსული იმიდან თელავიდა მაგისტრის იყო გაჩენილი აუ ბედურის ერთი და ერთი კვირა ასე აპარტხულდა ფეხები და ერთი კვირის თავზე გაუცულდა ხელებიდან ბიჭო გაუცდა ხელებიდან და წავიდა ბელერის სტილით და გაგიჟდა ეს ჰალაზარზე დასწავლი კოლეჯის ცურვა ჰალაზარზე ხო გია ფერაძე სასწავლიდან ცურვას ტიპი იყო წყალბურთელიც იყო თურმე თამაშობდა წყალში მე ხა მე საბედნიერო ჩვენ ვიყავით ოჯახში ერთად თინასთან იღებული ვიყავ ხოლმე უპატრონო ვიყავი და რაღაცა პატრონობდნენ ფარველობდნენ ხო ოჯახი უბედური უმორის პატრონი სასაური ერთად მონაწილეობდით კავეენში მე და გია იმას ვეხმარებოდით სამედიცინო ინსტიტუტს ორი კაცი დამატების ის ყოდათ და მე და გია კედა მოკლედ ძალიან ბევრი ისტორია ვიცი ამ გიასთან დაკავშირებით ლენინთან დაკავშირებით ისტორია რა არის ხო მე არ მაქვს რა იყო იგი რა ისტორია რა იყო და ქუთაისში ჩამოვედი ლენინს თამაშობ კაც გოგია მაიჩება ქავთარაძე რომ ლენინი უნდა ითამაშო ბიჭო ნუ რა ლენინი რატო არა ახლა ეს არის რაღაცა მოდისო თარიღიო და
კი, დავიწყეთ. ახლა ყოველ შემთხვევაში ჩამოდის ვიღაცა მოსკოვიდან ის შემოწმებელი ვიღაცა ერთი ლენინი ჩამოვიდა პირდაპირ გავდა სლად. მოკლედ დაიდგა. მაშინ ჩამოსული ქუთაისში გია რაღაც სპექტაკლი და ასე ადრე ჩამოვიდა უნდა ითამაშონ მეორე დღეს და წინა დღეს იქავდა და მაცვია ლენინი და შევხვდი აშობი დათიკო შენ ხარ რომ მითხრა ხო მე ვთხარ დათიკო პაღურია მომარტყვევია რა ლენინზე ხიდი რა არის ახლა იცი მაგრამ გია ისეთი კაცი იყო არის არ გამოდიოდა იმ თან ვაი ხო წარმოვიდგინე ხარ როგორ აღუდა რა იგი ხო კაცი ურვალუსკის როლოფო თქვა ეხვეწებიო რა დიხურე ვიკეიფეთ იმსაღავს აუ ეს არ ვიცოდი ეს ისტორია რა მაგარი სასწაული რა მაგარი და თეატრალური შემდეგ არის გადაწილებული ხარ ქუთაისში ქუთაისში არა მეტყვი მაგდოს ბაბაჩები ქუთაისში იყო კი კაცო ჩვენ თეატრის თავარი დირიჟორი იყო და მე მახსოვ ხარ კაცო კარგად მე ხა იქ ის იმდენი ხალხი მახსოვს რომ დავდიოდი სპექტაკლებზე დავდიოდი და რაღაც მაგ პერიოდში იყავი ესე იგი ჯერ იყო ქავთარაძეც იყო შეგდროს გოგია მანამდე იურა კაკულია იყო ეგაც მერე იყო ეგაზე მერე იყო და მაცხონაშვილები იყვნენ ძმები ერთი მეორე და იურა კაკულია და თამაზ მესხთან დაიწყე ეს კი ბატონო კი და წახვედი ქუთაისში რომ დაამთავრე თეატრალური მაშინ როგორი განაწილება იყო მე ჩვენც ხო განაწილება იყო და ეხლა უნდოდი მოზარდს და საშა თქვა წადიოდი წადიოდა და იმუშავე და დააგროვე რაღაცები და რამდენი როლი ითამაშე ქუთაისში 30-ზე მეტი 30-ზე მეტი 10 წელი ვიყავი ზუსტად აჰა ხო და ლენინი რო ვითამაშე ახლა ქალაქი შაყიროს ქუთაისი მეტი რა გეიგები ჯვახალი ამბავიო რა იყო და იმიდანო მავზოლეუმიდან ლენინი გამოუყვანია და დვალიშვილი შეუყვანიათ მავზოლეუმში ჯვარი ეძება უფრო გავსო უფრო ლენის ეს რეჟისორები ხარ ამ კინოსთან დაკავშირებით რა კინოში როდის მოხდა ახლა შენი მისვლა კინოში მაინტერესებს აი პირველი სულ ქუთაისში რო ხარ მაშინ მოხდა ხო 79 წელია თუ 78 არ მახსოვს და ახლა ახალგაზრდები რო ისმენენ ეს რა ფიქრობ არია ჩემი სიყვარული თუ რაღაც რა ის ვიღაცა მოვიდა მოსკოვიდან არის ჩამოსული ვიღაც გოგი ქართული გვარი ქართველია მეგრელი ხონდა რაღაცა ნახა სპექტაკლში და აი და თუ გინდა რომ შენო თუ სპექტაკლის მერე მეუნო თუ გადაიღო სურათები რაღაცა გადამიღო და წავიდა და მომივიდა ის რომ ჩამოდი სინჯებზე ეს სადა მოსკოვში ხო გორკის კინოს პირველი გორკის ეგეთი ეგ იყო ხო თუმცა პირველად ის ელდართან გავისინჯე იმაზე ციხის უფროსზე უი რასაბო ბაბებაზე იყო კი ბორიას იმაზე ხო მაგრამ ნამედა იჭყინდი ვიყავ პატარა ახალგაზრდა ვიყავ ხო ასე და პირველი სერიოზული როლი იყო ახლა ერთ მთავარი როლი იყო ისა ეს აქ მიწერია ეს არმია ჩემის არმია ხო კობერიძეს თამაშობდიო ასე ხო და ეს იყო პირველი მე მოყვა მაგას მე ვერ ჩავედი აგარიოვაშეზე იქ უკვე რო გნახეს უკვე გადადიხარ იქ ვეღარ წავედი მეორჯერ რაღაც სპექტაკლი იყო ხო მე ბოლოს ვითამაშე უკრაინაში ვითამაშე 90-იან წლებში ეს იყო რაღაც ჯადოხრის ბეჭედი იქ ვითამაშეთ ანია სამოხინასთან ერთად ხო და სადაც კიდე ისინი მაშინ იყვნენ რა ქვია ეპიზოდებში რუსულად თამაშობ რუსულად კი ხო ახლა კი არ ვიცოდი რუსული მაშინ არა ისე ვიცოდი რა ხო ნუ ახლა ვიზები მაგრამ მართალ სიტყვას კი ვამოვდი და ხო აგერი იყო და მე ახლა საქართველოში არა მაგ ისეთი
ერთ-ერთი პირველი იყო მიხორო ვითამაშე იმაში ზოგი ჭირი მარგებელიაში და მე მონანიებაში ის მოსამართლე თუ ფილმები ბევრი ისეთი მაგამაის პირველი სპექტაკლები გაქვს ხო ბევრად ხო მე მაინტერესებს ეხლა სანამ სერიალებს მივად მე მაინტერესებს განსხვავება ამათ შორის ეხლა ბანალური კითხვების რამდენიმე ბანალური კითხვა კიდევ დაგისვა მაგრამ მაინც საინტერესოა მაგრამ რა მაინტერესებს მარჯანიშვილის თეატრში როგორ წამოხვედით და რანაირად ვინ იყო ახლა ამისი ხო მე რო წამოვედი ქუთაისიდან გადმოვედი ახმეტელის თეატრის ერთ-ერთი ვინც გახსნა იმის ლერი პაქსაშვილი მაშინ ლერი პაქსაშვილი იყო და ახლა ჩამოვიდნენ ტაგიძე იქიდან ჩამოვიდა ყურაშვილი იქიდან ჩამოვიდა შოთა ხაჯალია იყო მოკლედ აი ეს თეატრებიდან ასე აწეული ვარანტი კი დადიოდა კი ხო და რაღაცა იმის სპექტაკლს თამაშობდით იონავაკელის სპექტაკლის აპარაკუნე ჭიმჭიმი რაღაცა ყვარყვარეს რაღაცა დამსგავს ტიპია რა კოლექტივის და რაღაცა იმაზე და იქ უნახავს მალხას ბებურიშვილს ეს სპექტაკლი აჰა უი რასა ხო და თემურისთვის უთქვამს მიდიეთ და ნახე ის ბიჭიო აჰა ხო და ერთ დღესაც შეიძლება თემური მოდი და შეხედე თემური იყო მაშინ? კი. ხო და მე რომელი წლებია ეგა? თემური იყო სამხედრო ხელმძღვანელი მარჯანიშვილის თეატრის? აბა. ეს არის რომელი წლებია? 83 83 ალბათ სადღაც ეგ. ხო. 82 83 მე ეკეთება უკვე კუკარაჩა სატელევიზიო სპექტაკლი, ხო? ხო. მაგარი როლი გაგაკეთებული მებრეელის. კი, ხო და შედაიწყოდებული ის მამუკალორია ირაზაზე. ო, ძალიან მაგარი სცენა რა. ძალიან მაგარი. პატარა სცენა, არა ეს. პაპიოში. ძალიან კარგია რა. ნუ ის კაი სპექტაკლია საერთოდ კუკარაჩა. კი. აი კიდე მე მითხრა შემოთავაზა თუ წამოხვალო და მე ხლა უკვე წამოსული ვიყავი იმიდან ახმედელის თეატრიდან და კინოსტუდიაში ვიყავი შტატში და ერთი წელი მაინც ახლა დაველოდეთ იმას არ თქვანო თემური მითხრა რომ არ ეკა ახლა კიდე თუ არა წაიყვანა წამართვა მსახიობი და რაღაცა და ერთი წელი მოვედი და იყო შენ ფანტასტიკური გაროტა იყო პირველი მე და ირაკლი უჩანეიშვილი თამაშობდით გაროტა მახსოვს კი ბატონო სიძე სიმამს თამაშობდით კი ბატონო მახსოვს გაროტა ის არის თან ხო, ეხლა რომ ესპანური რაღაცა ის ესპანური ის არის. ესე უკინდა ხო. იქ მახსოვს ეგ პიესაც რა, კი მახსოვს. მახსოვს სპექტაკლიც მახსოვს რა. მე მოყვა ჯაყო ამას და ესე ივანე ხო. მე რა მაინტერესებს, ამისთან ფანტასტიკური ხალი სადიშოვე, როგორც თიდა არის, ამაზე ვილაპარაკოთ ახლა შევაბადო. იბან მიშოვა მე. ხო, და რა სად გადაეყარე, სად გადმოგეყარა, კაი. ქუთაისში ახლა ქუთაისში პატარა ქალაქია და ნახა. ქუთაისში გაიცანით ერთი. რას ლაპარაკობ? ხო, მაგის ეზოში ჩემი თანამშრომელი ცხოვრობდა თეატრის და ავდიოდი. ბიჭოს ძლელია ხალი არ შესახედავადაც არაჩვეულებრივი ხელი, ბიჭო გემრიელი, საჭმელი, ახლა მე ბიჭამია. კაც, მაგი ჭირდება, გედაცვალი, ასე ხელი, ასე კი მე იქ დაკონსოლებული სულგუნები 50 წელიწადში ისავლა კეთება. ხო, ისე იგი კაი, ის საკუთრაო, ისე მიყვარს რა გითხრა რა. გავაკეთე მეორე იქეთ კიდე. მართლა? კი. ხო, და არ გეყო ის აქეთა დაკონსოლებული. აი, იქიდან გამოვიდანე მოვაცილე, ღვინო ეს მოვაცილე მაინც ისე. მაინც მარტო დატო. ღვინო საიდან დაგაკ? ეხლა მითხარი რო აღარ დაგაკ შენ ასურეთი. შენ ასურეთში ხონდა ბატონებო და ქალბატონებო ამ კაცს ხონდა არაჩვეულებრივი ვენახი და საოცრება ღვინო მე ხა უკვე მე 45 წლის მერე გავიგე ბინის გემო დავით. მანამდე რაც მაკრობდა ის იყო კაი რა. აი ეს პროცესი რაღაცა რო არის ენაზე რა ქვია მაგას ესენი გამეხსნა ღვინის უღამი უკვე და ცუდ ღვინოს აი ენაზე მივიკარებ თუ რა ანთებს უკვე აქ უკვე შემილია რამდენი ნაგავი გვაქვს ნასვამი უი რასვამი სასაქს მაინც აბდელმასე და რაღაცა წითელი არა საერთოდ აღარ ავსვამს მართალი გითხრა რა აი ნუ თუ ხაშზე ერთი ჭიქა მაგით აღარ ვთვლებ და ღვინოზე ვარ უკვე აი დაციკლური ასე ვთქვათ რა და შენ ერთხელ დამალევინე მუსკატის არომატი ქონდა ბიჭო აი გარდამავიწყდა ეზოშიც მაგის რაღაცა ვარდის და ატმის სურნელი დაკრავს იმას ერთი ძილი მაქვს და საიდან ეხლა ეს ვენახები რო არა გაქვს რანაირად გაქვს ეს ყველა ყიდულობ გაწო ყიდულობ რაჯიშებს ყიდულობ მაინც მაინტერესებს
გაწითელს მაგ. ხოლოდ გაწითელს კი, ეს მაინც. და რამე სულავა ამისთვის რა ქვია, არომატისთვის რაღაცა რამეს აკეთებ? ვინო დაწურე? ხო. და დაანებე თავი. გადაიღე როცა დრომოვა და მანამდე შეეშვი. გადაიღე მე დაიწყე დაგერვა. ეს იგი გააქვინო. კი, ვინო საახალწლო გამოგიარო თუ არა? კი ბატონო, წითელიც მაგ. წითელი არა კიდეც. არა, თუ ისე თქვი ახლა მრავალფეროვნების. ძმას თან ხო გამომატან, ძმარიც მიყვარს მე ძალიან, ძმარი ყველასათვის კაი ძმარი. კაი ძმარი, ეს ხელი არ წამოყრა ძალიან. ვინოს კი არ ვაძმარებ. აი რო გადავიღებ, გადმოვიღებ რაც რჩება, იმას თორე ვინოს არ მიწმარდება. არა, ზოგს ეგონება ახლა ვინოს აძმარებს. ვინოს აყენებ და მე აძმარებ. ხო. მე არიგებს როგორც ძმას. ზავაგა. ესე იგი პირველი სერიალები, ეხა მივალთ იქამდე, მე მინდა რომ ძალიან რო არა გვაქვს თორე შეთან იმდენი მაქვს ალაპარაკო, რას ლაპარაკო, მაგრამ ამას უჩივი 50 უჩი ვერეტები კაცი ეხა ბევრი საკითხავი მაქვს. სერიალებთან დაკავშირებით, ახლა პირველი სერიალები, პირველი სერიალი რა იყო? სერიალი იყო წვრილ ვარსკვლავთა ღამე, წვრილ ვარსკვლავთა ღამე, ხო, რაღაცა. თათული თამაშობდა, მე თამაშობდი, ირაკლი თამაშობდა კავსაძე. მახსოვს კი. რაღაც ეს 45 სერია იყო, პატარა კი იყო და სერი მაშინ ახლა სერიოზული იყო და მან გადაიღო. ეს ინტერიერში ხდებოდა სულ, ხო, სულ ინტერიერი იყო. არა, გარეთაც იყო გადაღებები, აჰა. და მაშინ იყო ეს პირველი ამბავი. ეხლა რა მაინტერესებს, ეხლა ეს როგორ მოხდა ეხლა იქ? ნუ ცხელი ძახში ეხლა ყველა გაიგო, რომ ცხელმა ძახვა ისეთი. გადაიღო ანდრომ ენუკიძემ. ის ხო. ის სერიოზული ის იყო, ხო. ის წვირვასხლავთა ღამე, ხო? ხო. ანდრო ჩადროსაო. იცი რა იყო სასაცილო? 50 სერიას მაძლევდნენ გადაღების დღეში. და ფული იყო. კი ბატონო, კი. აბა იყო როგორ არის? ხო, ახლა უცნაური ეგაძვლა, მაშინ აბას 28 ვაძლევდი, მაშინ ახლა 3 ლარი უნდა მაგაზ გაჭერებაში. აბა ხო. ასე რომ ამ საქმეზე მისახედია ძალიან. კი, მისახედია უეჭველი, როგორ არის მისახედია. მარტო მაგაზე, ბევრი რამეზეც არის კიდე მისახედი. მაგრამ რას ვიძახი ხა? ეს ფეხბურთის ამბავი რანაირად მოვიდა? ფეხბურთს თამაშობდი საერთოდ? ფეხბურთთან დაკავშირებით როგორ არის შეიძლება? მე თამაშობდი ცუდად. აჰა. მე ვცხოვრობდი სტადიონთან. ისე თუ გიყვართ ფეხბურთის ყურება და ახლა შემეყვარდა ყვარასმერი. ხო. და მე თამაშობდი რა ჩვენები. მე რადიოსთან გავიზარდე ფეხბურთის მოსმენით ხო და იგი იყო და სასწავლებლო. სტადიონთან ცხოვრობდი სანდროდიაში. ჩავდიოდი ახლა ჩავეწერე ერთხელ იმაში ფეხბურთის გუნდში და დაიწყო თამაში და ისე დამთავრდა თამაში ბურთი არ მიმიღია. მითხრა მე წადვიძე ეს ხო და ადგიზულია და რო მიგეღო ხო არა ხო ახლა მიგავს თავი რო ახლა იმას და ხო წართვი გიხსენი უნდა მიცენ ვიღაცას რაღაცა და შენ ართვი ახლა ავალია წართვი ხო და რატომ ვიცი რომ რატომ აი ხა ჩვენ გვაქვს ახლა ამისი ტრადიცია გვაქვს ისეთი ფილმები გადაღებული პირველი მერცხალი ფეოლა რაც შეეხება ამ ბოლო სეზონს ატყვა ამ ბოლო სეზონს დიდი ამბავია ტეხილი კარგი სერიალი მესამე კი არ მინახია პირველი და ნახავ უცილებლად დავთანხმდა ხო სულთიანი საქმე ის არის რომ აქ ფეხბურთი ჩვენ ნაღდ ფეხბურთს ვიღებთ ესენი თამაშობდნენ 10-15 წუთი და იქიდან ამოღებული კადრები მაგრატელად რო გაქვს გოლები და ის სულ ნაღდი ის კადრებია. მესამე არ მინახია. ხო, მე ახლა ჩემი ნელობა მეც გამიკვირდა სიმართლე გითხრა. მაგრამ რო წავიკითხე და მითხრა ვაკო რო აი თქვენ უნდა იყოთ გამიხარდა კაცო გამიხარდა იმიტომ რომ რაღაცა თითქოს ისე მოხდა გულზე ჩემი იყო ჩემი ასაკის იყო ჩემი დროის იყო და ძალიან იმ წუთში დავინახე ამ კაცის სახე და ხასიათი ეს მის და მე მგონი რაღაცა შედგა კი არა არაჩვეულებრივია თქვი მე რომ ნახე ძალიან მომეწონა ეხლა შენ ახლა არა იცი ახლა იქ ხელობა შემოდავი არ უნდა მაგას ლაპარაკი შედგებოდა დარწმუნებული ვარ რა მაგრამ ესე იგი როგორ მოგაგდეთ თქო რა ესე იგი არ ვიცი ყოველ შემთხვევაში იმაზე კასტინგზე კი არა ხო არჩევაზე რომ რა ქვია იმას კასტინგი ხო მაგრამ არა კასტინგი არ ქვია შერჩევა კი ქართულად ხო და შერჩევაზე რომ მივედი არ ვიცი დავილაპარაკეთ ეხლა და როგორ ჩვეულებრივ იმაზე შერჩევაზე მივედი ისე მეც და ნუ კარგად იხავით მეთქი წამოვედი ეხლა
არც მარტო დავილაპარაკეთ მეტი არაფერი და ნუ არც მეგონა რომ არიქა რაღაცა და მირეკავს მე ბახალა მირეკავს რომ ბატონდა თუ აგნიცებულ ხართო და გამიხარდა ძალიან და დიდი წარმატებაც მომიტანა და დიდი საჩუქარის იყო მაგარი მაგაზე ვღადაო ყველგან მოვყევი ეგ ამბავი ლოგაჩუკეს მაგარი ახალი მანქანა ჯიპი და დავაწერ თუ შეიძლება მიმინოსო და შენ გიტყვი რომ მიმინო კი არა ამანქანას თუ კიდე თალიკო დააწერეთ ხო ხوار მოგერიდებათო ამ ნომრით როიარო ამ ნომრით როიარო რომ მიმინო გაწერია მასობებო მიმუნდა რო შევდივარ რო ვაყენებ ჩვენთან რასაც ქვია იქ ავტოსადგომი სტაიანკა უნდა მეთქვა ხო და ავტოსადგომზე რო შევდივარ მარჯანიშვილის თეატრში ჩვენ კოლეგები ერთ თეატრში მუშაობთ მაგს მედიერება და რო შევდივარ გავხედავ მიმინო საწერია ნომერი მიმინო დათო აქ არის რა და ეხლა მაგი უთქვიათ რომ ეხლა თუ შეიძლება მიმინოთი რო იაროთ მიმინოთი კი არ თალიკოთი ვივლიო მიმინო არა ისო რა მე რა კაი ყოფილა ამორტიზატორები ან მანქანა მეთქი თან არ ყავდა ახლა შენ საცუდი მანქანა არა არასდროს არ მყოლია ცუდი მანქანა ხო მაინც ახლა ორჯერ მყავდა 09 და ერთხელ 01 საბჭოთა მანქანები ახლები ხო მაგრამ ის 10 წლიანის მანქანას გავდა ამისას ამას არა ნუ ეხლა ეს ახალი მანქანა არა ფორც კითხეს გადაცვალე ყველაზე კაი მანქანა რომელიაო ახალიო უპასუხა ახალი პირდაპირ უპასუხა ახალი არ უნდა ხი Mercedes, BMW, ის რა Lamborghini ახალი ორი კაიო და გადასარევი თქვია მოკლე და ლაკონი. ატარე ორი წელი შეცვალე. კი ბატონო, აბარა თუ არის მაგის საშუალება რაღაცა რა. კინოსა და სერიალ შორის განსხვავებას ახლა რას ხედავ ჩემოდავით, აი რა არის ისეთი რა. არც კინოს, არც სერიალს და არც თეატრს შორის არაფერი განსხვავება არ არის. განსხვავება ის არის ახლა აქ კინოში რო გადაიღებ მე ვერ შეცვლი ვერაფერს და ეგ არის. თამაშის ხერხი და მანერა ერთნაირია. ნუ დაიჭერებს რომ თეატრში სხვა ესე იგი თეატრში თუ არტისტობ, ესე იგი არ ხარ კაი არტისტი. არტისტობა არ უნდა იმას ის ცხოვრებაც არის საჭირო და იქაც და აქაც. მართალი თვალი იქაც არის საჭირო და აქაც. მართალი სიტყვა იქაც არის საჭირო და აქაც და. აბსოლუტურად. არანაირი სხვაობა. მე აი ხო ისია ეგეთი რეჟისორები ხო არიან და გიგია რომ აუ თეატრი არ მინდა. აი ეს მომწონს აი დათქვამი არის მაგარი თეატრი არ მინდა რა შექსპირი ამბობს უნიჭო მსახიობად უნდა იწყებ ახლა ხელების გასვლა და იმას როგორ ხო ეს არავის არ უნდა ესა თეატრი არავის ეგ თეატრი არ არის კაცო არც თეატრში არ ხდება ეგ არა ბატონო ეხა სიყალბე სიყვარგან სიყალბეა გინა თეატრში და გინა კინო არის ახლა ჩვენთან იყო რაღაცა მიმდინარეობა ისეთი ცოტა ის რა ქვია პათოსი და რაღაცა იყო მაგრამ ვასაძეზე ფიქრობ ამბობდნენ რომ როგორი ის არისო რა პათეტიკური და რაღაცა. და გახსოვს მე ნუ ოსტატი იყო ბიჭო. შეხედე ახლა მაშინ ითამაშა ისიდორე. მის ნოდარ დუმბაძის სპექტაკლში რა ქვია იმას ციხეში რო ხდება კაცო. საბრალდებო დასკვნაში. ისიდორე ითამაშა ამ კაცმა და ასაზე ხო შვილო ხოდა რაღაცას ყვება და უცბად გადავიდა ჩემი სიძე შემოვიდა სახლში და იგინე ისე გადავიდა ამაზე ვერ გავიგე იმას აგრძელებდა მეგონა რა ისა სიყალბე ის სიყალბე კაცო ოსტატი აკეთებდა ამას და ის მაშინ თამაშობდა ისე თუ არა ახლა რომ მოვიდა აქ ის დროს მიყვებოდა დროს კი არ ჩამორჩენია ვასაძე და არავინ კაი არტისტი ყოველ დროში უნდა იყო და იმ დროს უნდა იყო რა დროშის გიწევს ყოფნა. სასაული ფოლკლორი იცოდაო ბავშვი რაღაცა ისეთები ის მღერო და შვილო გლეხმა ხანჯალი გარედან არ უნდა გაიკეთოს. ჩოხაზე ხანჯალი ზევიდან არ გლეხს. თუ მაინც და მაინც შიგნიდან ახალუხზე. თორე და საერთოდ არ ჰქონდა ტარების უფლება. ეს მე ამ კაცმა იცოდა ეს კაცო და ეს ისტორია იცოდა და ამას სწავლობდით გვესმოდა და ვიმახსოვრებდით ის თუ არ დაიმახსოვრებდე რაღაცა გლის თავზე სახარებას კითხულობდნენ ის არ უნდა მოგივიდეს ხო კი ბატონო
დავით, ჩემო კარგო კაცო. ესე იგი, რა მაინტერესებს კიდე? ერთი საინტერესო რაღაცაა, იცი რომ საერთო ქონია ჩვენ დათოები ორივე კი ვართ, მე დათოზე აღარ ვიყურები, მართლა გითხრა, ადამიანი შეიძლება არც გამოგხედო, მაგრამ სეხლიები კი ვართ. ერთი თვისება ქონია კიდე ჩვენც ერთი. მეც აი ძალიან არ მიყვარს დათოს, არ უყვარს დალიშის და დათოს დალიშვილის ყურება. თუმცა აი არც მე არ მიყვარს ბიჭო. აი რა გავაკეთო? რატო ხდება ეს ამბავი? შეიძლება მეცი რა, მე ეხ პრანჩვას არ დავიწყებ და სულ რაღაცა არ მომწონს რა. აი მე ამიტომ და შედი რა გაქვს აი სულ რაღაცა ჯერ ერთი ესეც არის რომ ფიქრობ მე ნერვებზე ვიშლები შეიძლება და უკეთესად გაკეთება იმის. კი ბატონო. მე ახლა ამხელა ამის ისკეგაცი ამხელა თავით ამხელა არ არის რა. არა ესთეტიკასაც ისა. არ ვიყავით მაშინ რაც არ მე რო ყოფილიყავი ახლა მაყურებელი ჩემს არ უყურებდი მას რა. რაღაცა რა აფსისკი ახლა არტისტი ხარ ახლა კაცი რა იყო კი კარგია ხო მადლობა ამის რომ ბიტანენ და მიყურებენ რა სლავარაგო ახლა არტისტი ბიჭო იმის არ იყოს ახლა მაღალი უნდა იყოს არტისტიო გვარს არ დავასახელებ ერთსაკ დათქვამი და უნდა გქონდეს ძლიერი ხმაო მე და თემი კოჭიჭინაძე ამასაც დაკავშირებით მაგრამ უყარ დავოთხობე და უნდა გქონდეს ძლიერი ხმაო იცი შენი და ხოდა ე ბიჭო ე დაბალი კაცი მაღალმა უნდა ითამაშოს ამ სუკანი კაცი არ უნდა ითამაშოს არავინ მაღალმა და გამხარმა უნდა ითამაშოს დაბაჭას უკანი გამბაშიძე იყო ახლა ჩემზე ორჯენისა და ის თამაშობდა მაკარს ის თამაშობდა ყველაფერს რასაც რა ვია პოლიციის და რა სიმდიდრე და სიმსუქნე რასაც ერქვა აღარ არის ახლა უკვე ესე აღარ არის უკვე წამოვიდა უკვე ძალიან ისეთია რა ეხა აღარ აკეთებენ ეხა უკვე ხო არ ვიცი ხიფს აღარ უკეთებენ ხალხს და იმას რა ქვია ხო არა მაღალი დაბალი იყო ვიკეთებდით მუცელს რომ რიგი აღარ არის ეხა მათქო არა ეგ ამბავი აღარ მაინც ის არის რა ყველას თავისი ადგილია კინოში არსებობს როლები რომლებიც უნდა აირჩიეს რა არა მე სხვა რამის გამო არ მომწონს მე არ მომწონს ეგ ამბავით რომ სულ აი შიშით უყურებ რომ აი უხში გამოსწორებით ვერასწორებ ესაა თეატრსა და კინოს შორის განსხვავება თეატრში გაასწორებ კი ბატონო აკეთებ აქვე კი ბატონო ამიტომ სირთულით უფრო რთულია ხო ამ თუ გინდა სრულ ყოფილება აქ კინოში ჯერ შეიძლება გადაიღოს სიკვდილი და მერე ბავშვობა მერე ბავშვობა, ეგეც არ ბოლო შეიძლება გადაიღო კინოში და მე ტემპორიტურა უნდა შენარჩუნება ხო უნდა იფთებ. ზამთარს ვიღებ ზაფხულში და ზაფხულს ზამთარში. ხო რა, კი რამდენჯერ ყოფილა კი ბატონო რა. შემო კარგო, რაღაცა დროღაც ცოტა დამჩა. არა ბატონებოდა ხან ბან როგორ არის საქმე. აღარ არის დრო, ხო მაგასაც მეტყვით რა პრინციპში სამწუხაროა ეხლა გამბავი, მაგრამ კიდე ეხლა სახალხო ტრადიციასთან დაკავშირებით ახალი წელი მოდის ეხლა გილოცავ შობა ახალი წელი აი ხარ შორს არის ახლა ძალიან ორი კვირა დარჩა კიდე კაცო ჯერ არ არის დროა ზუსტად ორი კვირა დარჩა რა ახალ წელს არა საერთოდ ძველი თუ ვიტყვით და შობა ახალი წელი ჯერ შობაა და მე არის ახალი წელი ასე იცოდა ჩემო წინაპრებმა და ჯერ შობაა და ახალი წელს თუ იზეიმე ბიზეები არ არის აუცილებელი კი ბატონო ახალი წელი არაფერის ახალი წელი არის იმედია რაღაცა დღევანდელმა საჯობოს მეორდება რა პირ არის ხო და საზეიმო და ჩინური ამბავი და არა მაგ ჩვენი საქმე ხო კი ბატონო ჩვენი საქმე შობა კი ბატონო რამე ტრადიციები გაქვს ახლა ტრადიციები რა გვინდა რომ შევხვდეთ გოჯი ბოლოკი ვირში რამე აქეთ რა თქმა უნდა ახლა ხო რაღაცა ინდაური საცივში თირა რამე აუცილებლად ჩაწყობა ამბავი ხო კი ეს კი ბატონო და ჩურჩხელა და შეუკვეთი ახლა კახეთში ჩურჩხელა ოჯახს და იქ ჩამოვა და საოცარი ღვინოები მაქვს მეც დავით მე მინდა გითხრა შენ და რაფერი გითხრა ახლა ღვინით რომ მევიდე შენ წამით რომ იმისთან ღვინოები გაქვს მაგას არ მე მაქვს ახლა მე ისედაც ბოთლის ღვინოები ძო მაგს კარგი მე ყავს ახლა ერთი მეგობარი გოგი გულორდავა არის თავისი საქმეში და იმან ახლა იყვნენ მოსულები ჩვენთან და მომიტანეს მაგას ბოთლის ღვინოები გენიალური ღვინოები აქვს რა ღვინოებია გაქვს ყველაფერი თვითონ ახლა აი მიდან დაწყებული იმაში აქვს რა ქვია ქარხანას აშენებს რა მაშინ ახმეტაში ბიო მაგას აი გოგირდი მაინც უკეთ ხიხვი ქისი ცოლიკაური ის არა კრახუნა ეს ყველაფერი აქვს ცოტა სულ ყველაფერს აკეთებს თავისთვის და სამეგობროსთვის გოგი აი სამეგობრო კაცია ძალიან მეგობრებისთვის უფრო მეტს ვნავს ვიდრე ოჯახისთვის ხო და აი ეს ამას აკეთებს და მისი თვისება ძალიან ის არის გამცემია ეს მის ხო აი ეს უყვარს ეს ისა უნდა გამოგიარო ამ ახალ წელიწადს რა კი ბატონო
რა გითხრა და უნდა გამოგიარო უეჭველი. შობას მაინც ვაცალოთ თუ კიდე შობა. აი მაგ შობების პერიოდში, შობას პერიოდს გადავწყვეტ შობას. მაინც მარხვაა, ჩვენ არ მე არ მარხულობ ერთად იგიცხრა, მაგრამ ნუ რა ვქნათ ახლა, მაინც ვერიდები დიდი ისა, მაგრამ ხო, მანდა მაინც თავზე იყარო იმის გულისთვის რომ არ მახურო, ეგეც არ არის. ხო, კი ბატონო და არა, მაგასაც არ მაინც შობას დაველოდები, სხვები რაღაც. შობის მერე ჩემთვის კიდე უფრო მიუხედავად იმისა რომ არ ვმარხულობ, უფრო ხსნილია რაღაცნაირად. სხვაც ჩემთან ერთად რომ უკვე ხსნილი აქვს, მეც ეს მიყარია რა, მარტო ხო არა კაცია და. ხო, გერიდება ის რომ მარტო იმას ჭამს, რა ქვია. ხო, კი ბატონო. სალატს და ხო, ლობიოს და შეგიდა ვიძიძგდები უცნაურად. ხო და ჩემო კარგვა და უღრმესი მადლობა მინდა გითხრა დავით. აიხარე, აიხარე. აი, მორჩა, ყველაფერს თავის რეგლამენტი აქვს, რო აქ რას ვიზამ, ჩემო კარგვა უღრმესი მადლობა მინდა. ისე გაიპარა ეს ერთ საათი გავიგე. ჩვეულებრივად აი გაიპარა, ჩვეულებრივად ესეთება, ასე იბარება მილის დრო და ჩქარია და მეტად ეს ჩვენია. ჩვენ ასაკში მით უმეტეს გარბის რა და ჩემო კარგო, მე მინდა მომიკითხო შენები, არაჩვეულებრივი. შვილები არაჩვეულებრივი, კაი ბიჭი, დათა მაგას მედაცოლა, დათას განსაკუთრებით შვილსაც ვიწრო. ქალაზოსაც ყველას მაგათ ენასწავლო ჩემი თავი და მოულოცო ჩემგან შობა ახალი. როგორც გამიტყოდა შვილი ახლა და? ვაი, ენასწავლეთ, ეს შენ ხა შვილთა შვილს. ხო. მალე თუ მაგისენ როლოდები. კი ბატონო, მაგასაც ვიზეიმებთ, დარწმუნებული ვარ მაგაში. ჯანი ჩემო კარგო კაცო. ბარაკა. ჯანი პირველ რიგში. მე ბარაკაც ახლა უძალი და მარტო ახლა სულ მაგას ვიძახი რომ არ მეყვას მე ახლა. ხო, ბარაკაც ვერ და ჯანი ზარ გიქნება. ჯანი ზარ გიქნება. არა, არის ხოლმე რომ ჯანია და ზარმეს ვერ ჩამედა. ამ პირიქით ეგ თათვალეს. გისურვებ ყველაფერს და წარმატებებს კიდევ და კიდევ ჩემო კარგო. ასევე მინდა თქვენ ყველას თქვენს გადაცემას უსურვოთ წარმატება და უღრმესი მადლობა. გაიხარეთ. გილოცავთ ყველას დამდეგს. გაიხარეთ ბატონო ყველას გილოცავთ. დამდეგ შობა ახალწელს ჯერ კიდევ ადრეა, ჯერ კიდევ გამოგეცხადებით ერთი კვირის მერე და დაგველოდეთ დარჩით ჩვენთან. რომ იცოდეთ ჩემო კარგო ადამიანებო, ყოველთვის ესეთი საოცარი სტუმრებით გაგავოცებთ ხოლმე ჩვენ და გაგახარებთ. კოცნით გეხვევით ჩვენი ჯაპანა და გადაცემა ჯაპანას პაპანაკება.